გამარჯობა, საქმის კურსი იწყებს თქვენს პირდაპირ ეთერში მუშაობას, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. 2023 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ნოემბერში კი ეკონომიკურმა ზრდამ 5.9% შეადგინა. საქსტატის თანახმად კერძო სექტორის ბრუნვამ 12.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6%-ით მეტია. ეკონომიკის სექტორებს შორის კლება ენერგეტიკის და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა, ზრდა კი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის, ვაჭრობის და მშენებლობის კუთხით. მონაცემები აჩვენებს, რომ მკვეთრად არის შემცირებული უცხოელი ინდმეწარმეების მიერ ახალი კომპანიების გახსნის მაჩვენებელიც. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის სექტორი, ასევე მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია გამოვლინდა მიუხედავად ამისა რამდენიმე სექტორში, ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, ეს გახლავთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორები. ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 5727 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-21%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელს. შემცირება ძირითადად გვაქვს უცხოელი ინდმეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ნაწილში. ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებს გაეცნო ჩემი კოლეგა გიგო ბენია და ერთ საათში მეტი დეტალი შემოგვიერთდება. ჰქონდა თუ არა შეთანხმებულ ქმედებას ადგილი ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კონკურენციის სააგენტოს ბაზრის მოკვლევა დასრულებული აქვს და 13 საათზე მედია შედეგებს წარუდგენს. ირაკლი ლექვინაძე ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული მოკვლევის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს. სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევის პროცესი მარტში დაიწყო. სააგენტო ბაზრის მოკვლევას 5 ეკონომიკური აგენტის გეფას, ავერსი ფარმას, PSP ფარმას, მერმისის და SK იმპექსის მიმართ აწარმოებდა. საკითხი ეხება იმ პერიოდში ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაო იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მერვე ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი. წყალდიდობამ ჩარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვერ გაუძლო გარების დაწოვას. გარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში. ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ ხარვეზები და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. ნათქვამია, განცხადებაში ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპერტო კვლევა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. მერვე ბურჯის დაზიანების მიზეზი გახდათ უხარისხოდ და პროექტად შეუსაბამოდ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები, ასევე ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც ჩაუტარდათ ექსპერტიზა და იქედანაც გიდება, რომ გარკვეული რიგ კონსტრუქციულ ელემენტებს მათზეც ნაწარმოები პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ სამშენებლო სამუშაოები, იცით რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აღნიშნული დასკვნა უკვე გადაგზავნილია შესაბამისად საგამოძიებო სამსახურში. ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ სამართლებრივ დავას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბეკეტს, რათა ყველა იმ ორგანიზაციას, სამშენებლო ორგანიზაციას თუ საზედამხედველო ორგანიზაციას, რომლებიც ჩართული იყვნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, პასუხისმგებელი იყვნენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ოსოფ ხაკაძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკურ და სავაჭრო ინტეგრაციას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის შესახებ მან BMG TV-ს გადაცემა წერტილთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პოტენციურ ბენეფიტებზე ვრცლად ისაუბრებს. ოსოფ ხაკაძე ამბობს, რომ ბიზნესი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას ელისს. PAG-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიზნესის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ზრდის, თუმცა ჯერ კიდევ ფაქტია, რომ რუსეთი ქართული პროდუქტებისთვის კარგი ბაზარია, მაგრამ მისი როლი კლებულობს.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიზნესი უნდა იყოს კიდევ უფრო აქტიური, ვინც აქტიურებს ევროპისკენ იმოძრავებს, ის ბევრ სიკეთეს მოუტანს თავის თავს და ქვეყნის ეკონომიკას. ბიზნესი აკეთებს იმას, მოღვაწეობს იქ, მიდის იქ, სადაც თვითონ მეტყვის იშოვებს. ამიტომ პეტრება ბიზნესი, ხო? ყოველთმა კარგი ლექსი უნდა დაწეროს, მასწავლებელმა კარგად უნდა ასწავლოს მოწაფეს და კმაყოფილი რო იყოს ორივე მხარე. ასე შემდეგ და ბიზნესმენის ამოცანა რო ეკონომიკური პროგრამა მიიღოს. სადაც ის ხედავს, რომ მისთვის უფრო კარგი პირობებია, ბუნებრივია ეკითხენ გაიხედავს და ეკითხენ იმოძრავებს. და ეხლა ეს პირობები ევროკავშირისგან თვისებრივად სხვანაირად იცვლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი ფანჯარა გაიღო ევროკავშირისგან. და ეხლა იმასაც გეტყვით, რომ იცით ყოველთვის გულახდილად საუბრობ, რომ ბიზნესი უნდა იყოს პროაქტიული, რაც უნდა გადასაუბარი. ორი აზრი არის. და ვინც იქნება აქტიური, ის ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს საკუთარ თავს. რეფორმები თავის კომპანიას, თავის თანამშრომლებს, დამფუძნებლებს და ზოგადად ქვეყანას. ბუნებრივია. 2024 წლის 1 იანვრიდან მომხმარებლების უმეტესობას დოლარის და ევროს ცეცხლის აღება გაურთულდება. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, 200-300 ლარის სავალუტო ცეცხლებს ვეღარ აიღებენ, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300,000 ლარით განისაზღვრა. მომავალი წლიდან იზრდება დეპოზიტების დაზღვევის ზღვარიც. სატარიფო ცვლილებები განხორციელდება წყალმომარაგების და გაზის სექტორში. 2024 წლიდან ასევე წესდება სხვადასხვა წიაღისეული მოსაკრებელი, რა იცვლება ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის. მომავალი წლიდან ჩემი კოლეგი ელენე გოგბერაშვილი კრებს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას და დეტალები დღის განმავლობაში შემოგვიერთდება. დღის თავარ ეკონომიკური და ბიზნეს სიახლეებით 13:40 წუთზე დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.